მოგესალმებით მეგობრებო. დიდი ხანი არ შეგაწყეთ რამოდენიმე რჩევა მინდა რომ საქართველოში მცხოვრებ ქართველებს და ადამიანებს მოგცეთ, რომლებსაც გააქვთ რაღაც გარკვეული სამედიცინო პრობლემები და ექიმებთან გაქვთ შეხება კვლევებთან დაკავშირებით თუ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. მოკლედ არასდროს არ ენდოთ ერთი სიტყვით არავის რომ რაღაც კონკრეტული წამალი გჭირდებათ და ეს კონკრეტული წამალი თქვენ მოგარჩენთ და დაგილაგებთ ყველაფერ სიტუაციას. აბსოლუტურად გადაამოწმეთ ყველა სხვა დანარჩენ რაღაც ექიმებთან, ინტერნეტში, თუნდაც სოციალურ ქსელში და მიიღეთ გადაწყვეტილება თქვენი ლოგიკიდან გამომდინარეც კი, იმიტომ რომ ზოგი ექიმი იმდენად უპასუხისმგებლო ექიმი არის, მაგალითად იმ დღეს გამოაცხადეს რუსთავი ორმა, რომ ბევრი ექიმებს ზოგიერთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც და ზოგს უკვე აკრედიტაციაც შეუჭირდა, რომ ნერვოლოგები სხვათა შორის აი ესე რომ ვთქვათ ანუ უწერენ პაციენტებს წამლებს, რომლებიც საერთოდ ის წამალი, რომელიც შეიძლება არ ჭირდებოდეს და დოზებით და სხვადასხვა რაღაც გაზრდილი დოზებით ანტიდეპრესანტებს და კიდე იმებს, რა ქვია, ფსიქოტროპულებს. მე ძალიან მომიწია ნერვოლოგთან მისვლა რამ ეს დღეები, იმიტომ რომ რაღაც ცოტა ესეთ სიტუაციიდან გამომდინარე და საერთოდ ადამიანებმა არ ვიცი ან წინ ChatGPT უდევთ და ან Google-ის იმაშვრებიან სიმპტომებს და იქიდან გამომდინარე იმაშვრებიან ადგენენ დიაგნოზებს. ანუ ეს ხალხი საერთოდ ზოგიერთი ექიმი არის დაბრალებული, რომ იბრალებენ, რომ აი მე ექიმი ვარ, რაღაცა ციცინო პირობითად ვიღაცა სამჭკუაშვილი ვარ და მე უნდა დამიჯერო, იმიტომ რომ ხალხი მე მიჯერებს და ვიცი და პოპულარული ექიმი ვარ და რაღაც და აქ ჩემთან რიგები არის რაღაცა 5 თვიანი და თუ მიგიღებ პატივისცემა და აქეთ კიდე მადლობები უნდა მიხადო და რაღაცა ესეთი კატეგორია ექიმები არის საქართველოში 3 კონალარი, რაც ისევე ხალხმა ისე გააპეტიშა, რომ რა ვიცი, აი თავში აქვს უკვე ავარდნილი და რაღაცა რო კითხო და რო უთხრა, რომ ნუ კი მარა ქალბატონო ან ბატონო მე ეს არ მაწუხებს, არ მინდა ძილის დამამშვიდებელი არ მჭირდება, კაცო. დამამშვიდებელი არ მჭირდება, იმიტომ ძილის ის მაგ, რა ქვია, დალაგებული მაგ ძილით ჩვეულებრივად ძინავს, ფსიქოლოგიურია, აშლილობა არ მაქვს. არ ჭირდება ეს დამაძინებელი წამლები და რატომ ინიშნო, ხო? და რაღაც ექინამ ყვახე პასუხები მოდის, აბა თუ მოდიხარ ჩემთან, მაშინ მე უნდა დამიჯერო და რაღაცა და ისა და ის. ხალხო, ამ საქართველოში, ამ ქვეყანაში პანდემიის დროს ბევრმა ექიმმა დაღუპა ხალხი. პირდაპირ გეუბნებით, თავისი უპასუხისმგებლო ცოდნიდან გამომდინარე, მოკლეს ადამიანები რა. ძალიან მიკვირს დღევანდელი ახალი მთავრობის, რომ ხო რაღაც მასე არიან დღეს გადასულები, რომ რაღაც გამოავლინონ რაღაც ძველი მანკიერებები, ღარიბაშვილის დროინდელი და რაც და იმისი, რა ქვია, თუნდაც გახარიას დროინდელი. ძალიან მიკვირს, რატო არ არის გამოძიება ზოგადად პანდემიის დროს ამდენი ხალხი რო დაიხოცა. ძალიან მიკვირს, იმიტომ რომ ხალხისგან მესმოდა ეს ადამიანს ჰქონდა სიცხე 37-38, შევიდა იმაში, რა ქვია, კლინიკაში 5 დღეში დაიღუპა ინსულტთან და ფეხბურთელი ბიჭი რო იყო, გახსოვთ ხო თქვენ?
ფეხბურთელი ბიჭი რო იყო და იმის მშობლები რა დღეში იყვნენ და სამართლისთვის იბრძოდნენ, რომ მიეღწიათ სამართალს, რომ რაღაც ექიმების დაუდევრობიდან გამომდინარე ეს ბავშვი რო დაიღუპა, ეს ბიჭი რო დაიღუპა. მაგრამ არავინ ყური არ შეიბერტყა. რაღაცა ისეთი სტატუსი უჭირავთ ამ ექიმებს მღვდლების მერე, რომ აი რაღაცა ამათ უნდა დაუჯეროთ, არავინ არ უნდა შეეხოთ. ხალხო, არ გაბედოთ, არ იფიქროთ ერთი წამით, რომ თვალ დახუჭული ბრმად ვინმე სენდოთ. ბრმად ვინმე სენდოთ, მით უმეტეს ისეთი ექიმები, როგორიც ნერვოლოგები არიან, ხალხო. კარგად დაფიქრ. მე დამინიშნეს რაღაცა ანტიდეპრესანტები, რომელიც საერთოდ არ მჭირდებოდა, პირდაპირ გეტყვით და ერთი ტაბლეტი კი არა, იმის ნახევრის ნახე როგორც მითხრა, ის დავლიე და არ ვიცი, რაღაცა ასტრალში გამიყვანა, ისე მაკაიფა, კაროჩე, რა ვიცი. ესე იგი მომთენთა ისე რომ რა საერთოდ ძილში გავიპარე, ხალხი მაღვიძებ და ღამე რო ყომშვიდობით ხარ, კარგად ხარ და ხალხო არ ენდოთ თქვენს თქვენი ლოგიკით, თქვენი მოძიებული ინფორმაციით მოიძიეთ, ChatGPT-ს კითხეთ, ხელოვნურ ინტელექტს კითხეთ, იქ დაგუგლეთ, სხვადასხვა რაღაცეები აწონეთ, თქვენ სიმპტომებიც გადაიკითხეთ კარგად და რა შეიძლება რო იყოს გამომდინარე და მიყევით ისევე თქვენი ლოგიკიდან გამომდინარე კვლევებს. Ну, რა თქმა უნდა, ახლა ისი არ იმას არ ვიზახი, რომ ჰოპ, ხელი ჩავიქნიოთ ექიმებზე, როგორც მინდა ესე გავაკეთოთ, მაგრამ არა, ერთი მითი დაწერილი წამლით და ერთი აი ეს გიშველის შენ, ხო? მაგითი არავის არ ენდოთ. კარგად გადაამოწმეთ ყველაფერი. ექიმებმა დაღუპეს 2020 წელში ხალხის, რავი, რამდენი ხალხი დაიღუპა. ექიმებმა და ძალიან ცუდი ის არის რა, რომ აი ეს არანაირი სამართლის პასუხისგებლობის წინაშე არ დგანან ეს ხალხი. არანაირი, რომ გეგონება ესენ და აქეთ კიდე ტაშს უკრავდნენ და გახსოვთ ხო თქვენ აი ისინი რა ქვია იმედი კი არა დგინა იმედი აიღე და სამთავრობო და არასამთავრობო ტელევიზიები როგორ რაღაცა აპიარებდნენ ამ ექიმებს და ზოგადად ვიღაცა რო გიპიარებს ექიმს და რაღაცა ისეთი პიარი რომ მიმდინარეობს მით უმეტეს სივრცეში სოციალურ მედიაში ესე იგი რაღაცა ყოველთვის ეჭვი უნდა კონდეს რომ ესენი რაღაცა ან ისეთ არასწორს აკეთებენ რომ ჭირდებათ ამათ პიარი ხვდებით და აქედან გამომდინარე რავი რა ყურადღებით უნდა ვიყოთ მეგობრებო სულ ყველა ყურადღებით მე ერთხელ მაშინ ტაქსზე მუშაობდი მაგ პერიოდში და ერთხელ ჩამიჯდა აი ეს დამგრძალავი ბიუროს თავარი ხელმძღვანელი დირექტორი ესე რომ ვთქვა და ამ დირექტორმა მითხრა რომ ესე იგიო კაროჩეო ნუ დღესო კაროჩეო მიდიოდა სადღაც რა ანუ ერთ სიტყვით ხო და ამ დირექტორმა მითხრა რომ კაროჩეო დღესო აი 7 თუ 8 თუ მეტიც შეიძლება აღარ მახსოვს ანუ რაღაც ძალიან ბევრი გასვენება იყო რა ცერემონიალი იყო რა დღესო რა ერთ სიტყვით რა და ხო და ყველა ამ პანდემიიდან გამომდინარე კორონადან გამომდინარე დაღუპული და რაღაც გარდაცვლილები ამ ექიმმა თვითონ მითხრა რომ კაროჩეო ეხა იქ ხო ჩვენც ხო მოგდისო რაღაც ინფორმაციებიო და ცხედრებთან ხო გვაქვს ჩვენც შეხებაო და ასე თუ ისე ყველას უქონდაო ფილტვებიო დახეთქილიო რა ფილტვები ქონდა ყველას დახეთქილიო ხო და ასუხის მგებლობა აი მე ნაბიჭვარმა ექიმება იქ 3 ტინგილა რო გამოდიოდა და გვამებს დავითვლით და რაღაცა და ესეთი რაღაც ლაპარაკები რო ქონდა და ხალხი რო დაზაფრეს ამათი პასუხისგებლობა დღემდე არ არის თამდგარი ერთი მე მგონი დაიღუპა და დღემდე არ არის კაცო თამდგარი ბრმად არავის არ ენდოთ ხალხო რა ერთ სიტყვით რა ყურადღებით და კარგად ვიყოთ მეგობრებო და ღმერთმა მშვიდობა მოგცეს რა კარგად იყავით